რადიოტელესკოპებით მეცნიერები მთელს ჩვენს გალაქტიკას უსმენენ. ცოტა ვაზვიადებ, მაგრამ მათ მიერ უზარმაზარი მიმღები ანტენების ფართოქსებით დედამიწიდან დანახული ცის თაღის მიყურადება 10 წლეულები გრძელდება და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო იხვეწება. ამჯერად რადიოასტრონომები ჩვენი გალაქტიკის ირმის ნახტომის ცენტრს უსმენენ და მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ. ისინი ეჭვობენ, რომ ინტელექტუალური არამიწიერი ცივილიზაცია აყალბებს თავის რადიოშეტყობინებებს ნეიტრონული ვარსკვლავის რიტმულ სიგნალებზე. პრინციპში არამიწიერი ინტელექტის ძიებას საკმაოდ მარტივი და გასაგები ლოგიკით SETI ინსტიტუტი ხელმძღვანელობს. უცხო ცივილიზაციის სიგნალი შეიძლება გაიგზავნოს განზრახ, ან უბრალოდ შემთხვევითი რადიოსიგნალის სახით იქაური ტექნოლოგიიდან, ანუ ისევე როგორც სიგნალები დედამიწიდან. არის მიზანმიმართული შეტყობინება, ვთქვათ, ტელესკოპიდან, მაგრამ არის უბრალოდ სიგნალები ჩვენი სამხედრო რადარებიდან, საავიაციო ნავიგაცია და ასე შემდეგ. ასე რომ ეს შემთხვევითი სიგნალები, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გამსაზღვროთ საერთო ფონის ხმაურში. განსაკუთრებით თეორიული გაანგარიშებების გათვალისწინებით, რომ დედამიწიდან მინიმუმ 1000 სინათლის წლის მანძილზე აბსოლუტურად არაფერია დასაჭერი. მაგრამ რაც შეეხება განზრახ სიგნალებს, ჯერ კიდევ არის გარკვეული შანსი, რადგან განზრახ სიგნალები ვიწროზოლიანია, ანუ ისინი ძალიან გასხვავდებიან ზოგადი სიგნალებისგან. რა თქმა უნდა, მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რას იჭერენ და რის დაჭერას შეძლებენ საბოლოოდ. ამიტომ ცდილობენ მოусმინონ ყველაფერს, რისი მოსმენაც შეუძლიათ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.